ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგის ხდომა გაიმართა. საქმის არსებითი განხილვა დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. მხარეთა კითხვებს უპასუხა ქირურგმა იმპლანტოლოგმა თათია ანდღულაძემ. მან ხდომაზე განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შემდეგ საქმეში დაზარალებულად მიჩნეულ ირაკლი დგებუაძეს ტკივილის ფიზიოლოგიური რეფლექსები არ აღენიშნებოდა. ერთ მნიშვნელოვნად შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ტკივილი არ აღქმულა. სილის გაწვნის დროს რა ფიზიოლოგიური რეაქციები არსებობს? ეს არის მიმიკა და მოტორული რეაქცია ერთდროულად. ანუ თუ მე სახის არეში დამარტყამენ, პირველ რიგში რასაც ადამიანი აკეთებს და იქ შემდეგ ნერვული სტიმულაციის ინტენსივობაზე, ეხლა თუ მაგალითად ვიღაცას ეჭვი უჩნდება, რომ იცი რა, ძლიერი დარტყმა არ იყო, საშუალო იყო თუ მსუბუქი ხარისხის, ამაზე ცალკე ვისაუბრებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, აი რაც უნდა ყოფილიყო იმ წუთას გამომხატველი, ეს არის ტკივილის გამომხატველი გრიმასი, ანუ პაციენტს ხელი უნდა წაეღონ ტკივნეულ ადგილას. სასამართლო პროცესზე გამოიკითხა ბათუმელების ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილიც. მან 11-12 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენები გაიხსენა და მოხვა. თუ რა უძღოდა წინ მზია ამაღლობელის დაკავებას და როგორ განვითარდა მოვლენები ჟურნალისტის ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდეგ. მოწმემ ხდომაზე გაიხსენა ისიც, რომ 16 დეკემბერს მზია ამაღლობელის დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესტელია ბათუმელების რედაქტორს ეთელ თურაძეს დაჭერილ ემუქრებოდა. მზია არ გადიოდა აქციებზე, თუ არ ჩავთვლით ძალიან იშვიათი გამონაკლისები და ერთ-ერთი ეგეთი იშვიათი გამონაკლისი იყო 16 დეკემბერი, როდესაც ლაივში ჯაბანენძის ჩემს თანაშრომელს ეჩხუბებოდა ირაკლი დგებუაძე და შეგვეშინდა რომ არ დაეჭირათ, ყველა გავიქეცით რედაქციიდან და მე გრიგოლ ბესელია დაემუქრა ეთელ თურაძეს რომ დაგიჭე, ანუ არ დაეჭირა, მაგრამ წინა სასამართლო პროცესზე საქმეში პროკურატურის მოწმეების გამოკითხვა დასრულდა. ბრალდება სასამართლოზე კიდევ 8 მოწმის წარდგენას აპირებდა, თუმცა 16 მაისის ხდომაზე პროკურორებმა ეს მოწმეები საქმიდან ჩახსნეს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ავტორიტეტიანი გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი 4 თვეზე მეტია პატიმრობაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ქართული ოცნების მიერ მიღებული იმ კანონის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს უცხოელ აგენტებად რეგისტრირებას ავალდებულებს, მზია ამაღლობელის გზავნილი სასამართლო დარბაზიდან ასეთი იყო: არ გაჩერდეთ, არ დარეგისტრირდეთ.